2026 წელი ზოდიაქოს სამი ნიშნისთვის ყველაზე პოზიტიური იქნება. ასევე ამ ვიდეოში ვისაუბრებ 2026 წლის ტენდენციებზე. მე ვარ გიორგი ხუბულავა, ასტროლოგი. მოდი ვნახოთ რა ხდება ცაზე და როგორ მოვიქცეთ დედამიწაზე. აღმავალი კვანძი 2026 წლის ივლისის ბოლოსთვის გადავა მერწყულის ზოდიაქოს ნიშანში, ხოლო აღმავალი კვანძი შესაბამისად ივლისის ბოლოსთვის გადავა ლომის ზოდიაქოს ნიშანში. პლანეტა სატურნი თებერვლის შუა რიცხვებში სტუმრობს ვერძის ზოდიაქოს ნიშანს. პლანეტა ვენერა ოქტომბრის დასაწყისში ხდება რეტროგრადული, დაახლოებით 1 თვის განმავლობაში. რაც შეეხება იუპიტერს, იუპიტერი დირექტიულ მოძრაობას მარტის შუა რიცხვებიდან შეიძენს და დეკემბრის შუა რიცხვებამდე ასე გააგრძელებს. უნდა ვთქვათ ისიც, რომ მაისი-ოქტომბრის შუალედში რეტროგრადული იქნება პლუტონი. ახლა კი იმაზე თუ როგორ მოვიქცეთ. 2026 ეკონომიურობის და პრაგმატიზმის წელია. ხელგაშლილობა 2026-ში გამართლებული ნაკლებად იქნება. თუ მაინც და მაინც აქცენტი გააკეთეთ პარტნიორის თანხებზე და არა თქვენსაზე. 2026 წელს განქორწინებები და ურთიერთობის დასასრული გაიწელება და გადავადდება. თუმცა ახალი ურთიერთობები სამწუხაროდ რთულად დაიწყება. 2026 წელი კარიერული მიმართულებით შესანიშნავია. მთავარია პირადმა ურთიერთობამ სამსახურებრივად ხელი არ შეგიშალოთ. 2026 წელს მედიის და განათლების სფერო იქნება ყურადღების ცენტრში. უნდა ვთქვათ ისიც, რომ წლის მეორე ნახევარი საქართველოსთვის უკეთესი იქნება ვიდრე წლის პირველი ნახევარი. ახლა რაც შეეხება ზოდიაქოს ნიშნებს. პირველი ზოდიაქოს ნიშანი, რომლისთვისაც 2026 წელი პოზიტიური იქნება, არის ლომი. ლომებს ცხოვრების ნებისმიერ სფეროში შეიძლება გაგიღიმოთ ფორტუნა. ასე რომ მზად იყავით და ფეხი ფეხზე არ გადაიდოთ. მეორე ზოდიაქოს ნიშანი, რომლისთვისაც 2026 წელი პოზიტიური იქნება, არის ქალწული. ქალწულებმა მთავარი აქტიურობა არ დააკლოთ და სასურველ შედეგებზე გახვალთ. მესამე ზოდიაქოს ნიშანი, რომლისთვისაც 2026 წელი პოზიტიური იქნება, არის კირჩხიბი. კირჩხიბებისთვის განსაკუთრებით წლის პირველი ნახევარი იქნება ხელსაყრელი. კირჩხიბებს 2026-ში მეგობრების იმედი უნდა გქონდეთ. იღბლიან წერს გისურვებთ. დროებით.